საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოამზადა ცვლილებების შრომის კოდექსში შესატანად. აქამდე შრომის კოდექსის კრიტიკოსები უჩიოდნენ დასაქმებულის უუფლებობას. პროფკავშირები უჩიოდნენ შევიწროებასა და იგნორირებას. მოქმედი კანონი დასაქმებულისა და დამსაქმებულის ურთიერთობათა მოწესრიგებას უდიდეს წილად აკისრებს მათ შორის დადებულ კონტრაქტს. ცვლილებებს შემოაქვს ზოგიერთი ავტორთა აზრით არსებითი სიახლე, რომელთაც შევეხებით დიალოგის პირველ ნაწილში. სტუდიას სტუმრობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. საღამოშიდობის კალკულირებული ბატონებო, თქვენ უყურებთ დიალოგს დავით მეჯაძესთან. საღამოს 10 საათია, 4 შაბათის არის ჩვენი შეხვედრის დრო. პირველ არხზე ჩვენი სტუმარია სანდრო ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ჩვენ ვლაპარაკობთ იმ სიახლეებზე, იმ ცვლილებებზე, რომლებიც პროექტის სახით არსებობს საქართველოს შრომის კანონმდებლობაში შესატანად. გამარჯობა, მადლობთ რომ მოგზავნით ჩვენ. მადლობა მოწვევისთვის. ცვლილება, ასე გადავხედე, ძალიან ბევრია. დრო კიდე არცებერი გვაქვს. ამიტომ მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რაც სამინისტროსაც მიაჩნია ყველაზე არსებითად და ასევე იმაზე, რაც მეც მოვნიშნე თქვენთან სავაპარაკოთ. დავიწყოთ სხვა პრეზენტაციით. თქვენი აზრით, რა არის ის პრინციპული ცვლილებები, რაც ასიახლეები, რაც შემოაქვს თქვენს პროექტს შრომის კანონმდებლობაში? დიახ, რამდენიმე ასპექტს გამოვყოფთ. ჯერ ერთი დისკრიმინაციის მუხლს დაემატა პროფკავშირისადმი კუთვნილება. ანუ იქ ხო რამდენიმე ნიშანია, რა ნიშნის მიხედვით არ შეიძლება და სტანდარტული ნიშანი. კონსტიტუციაში წერია რა. კონსტიტუციაში წერია, მაგრამ აქ კონკრეტულად ჩავწერეთ პროფკავშირები, იმიტომ რომ პრაქტიკა იყო ამ ქვეყანაში, რომ ადამიანებს დევნიდნენ მარტო იმიტომ, რომ ისინი პროფკავშირების წევრები იყვნენ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს გახლავთ, ასე ვთქვათ, ზეგანაკვეთური შრომა, ეგრეთ წოდებული. მოქმედ კოდექსში ასეთი რამ წერია, რომ მხარეებს უტოვებს კოდექსი არჩევანს, რომ ვთქვათ 41 საათის მერე, რომელიც არის ნორმირებული საათები კვირაში, რაზე შეთანხმდებიან, რამდენ საათზე შეიძლება ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის მიიღო. რეალურად ეს არასდროს არ ხდებოდა, იმიტომ რომ მოგახსენებათ, რომ ჩვენთან სამუშაო ადგილები ბევრი არ არის. ზეგანაკვეთური დრო იყო პლუს უსასრულობამდე. პლუს უსასრულობამდე, ზუსტად ასე იყო, იმიტომ რომ მოდის ადამიანი სამუშაოზე და როცა ეუნებიან იმუშავებს დღეს 14-15 საათი, კი როგორ არ იმუშავებ, იმიტომ რომ უნდა შრო, ესე იგი სამუშაო ადგილი და რაკნას. ამის თანამდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო ადამიანი. ჩვენ დავადგინეთ, რომ 41 საათის ზევით ყველა ნამუშევარის საათის ზედმეტი არის ზეგანაკვეთური, მაგრამ პირველი 7 საათი არის უფასო, ასე ვთქვათ, ეს არის სპეციალური ანაზღაურება ზეგანაკვეთური იწყება 48 საათის 48 საათის ზევით, დიახ, ესე იგი საათობრივი ანაზღაურების 1.25 მეათედის ოდენობით. მესამე მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ აი ეს ყბადაღებული წესი მოქმედ კოდექსში, რომელსაც აკრიტიკებდა ყველა, ევროკავშირი იქნებოდა, ეს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები იქნებოდა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია იქნებოდა, ბოლოს ქართველი მოსახლეობა, რომ თქვა დამსაქმებელს შეუძლია უმოტივაციოდ დასაბუთების გარეშე, ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე, მხოლოდ ერთი თვის ანაზღაურების სანაცვლოდ ადამიანი დაითხოვოს სამსახურიდან. დავების მოგვარების წესში სერიოზული ცვლილებებია პროცედურის თვალსაზრისით. კოლექტიური ხელშეკრულების ცნება ბევრად უფრო გაფართოებულია და ბოლოს სამხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია არის ინსტიტუციონალიზირებული ახლა უკვე კანონში, თუმცა არსებობდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რეალურად არ მოქმედებდა, ის მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და სამხრივი დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო საჭირო. კარგი. ეს არის თესური ჩამონათვალი იმ სიახლეების, რაც კანონში შემოდის. მოდი მივყვეთ მათ სათითაოდ. შეიძლება ეს თანმიმდევრობა ვერ დავიცვა, რომელსაც თქვენ გქონდა ჩამონათვალი. მნიშვნელობა არ აქვს. შევხედოთ ზეგანაკვეთურ შრომას. აქ ვხედავ ასეთ ალბათობას. შეიძლება ცოტა ვრცელი ჩამოყალიბება გამოვიდეს, დრო წაიღოს, მაგრამ უამშოთ არ გამოვა. თქვა თქვენ მზადებით დამქირავებელი და მე ვარ დაქირავებული. მე მიწევს თქვენთან ზეგანაკვეთური შრომა, რომელიც თქვენ უნდა ამინაზღაუროთ ცოტა უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ ჩემს შრომას ანაზღაუროთ. დავუშვათ, მე თქვენთან მუშაობ მართლაც და 15 საათს სიტყვაზე. ხო, ან და 15 არა, ახლა 8 საათია დღიური ნორმა, თქვათ, 10 საათს მუშაობ, ანუ 2 საათი მაქვს ზეგანაკვეთური. გროვდება კვირაში, ხო 10 საათი გროვდება კვირაში.
პერსპექტივაში. მოკლედ, თქვენ როგორც დამქირავებული იქნებით თუ არა დაინტერესებული იმით, რომ მე კი არ გადამიხადოთ მეტი ფული. არამედ მე მამუშაოთ განაკვეთურად და ის დრო, რაც ზეგანაკვეთურ სამუშაოს სჭირდება. იმ დროისთვის დაიქირავოთ ცალკე ადამიანი და იმასაც გადაუხადოთ არა 1.25-ის კოეფიციენტით, არამედ ჩვეულებრივად რასაც იხდით. კი ბატონო და რა პრობლემაა მე ამას? საქმე ის არის, რომ თქვენ პრობლემა ის არის, რომ შეიძლება მე მომაკლდეს ამითი ფული. იმიტომ რომ მე თუ თქვენთან მუშაობ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, თქვათ 10 საათს და ამ 10 საათის საფერანაზღაურებას ვიღებ და კანონის ძალით უნდა გადავიდე 8 საათიან ანაზღაურებას. მე ავიღებ 8 საათის ანაზღაურებას და იმ 2 საათის ფულს ვკავებ. 10 საათის ანაზღაურებას გიხდიდნენ? არა, უკაცრავად. მე საათობრივ ანაზღაურებას საერთოდ არ მუშაობ, მაგრამ ვლაპარაკობ მოდელზე, რომელიც სავსებით შესაძლებელია. არა, ჩვენ ხო ჰიპოთეზაზე ვლაპარაკობთ. კი ბატონო. საქმე ის არის ბატონო დავით, სწორედ მაგაშია პრობლემა. ხალხს ამუშავებდნენ ესე თქვა 8 საათზე მეტხანს, ბევრად მეტხანს და უხდიდნენ მაინც იმდენს, რამდენსაც ის იმუშავებდა 8 საათისთვის, ამაშია საქმე. ეხლა დაიწყებენ დათვლას მაშინ. ბატონო, აი 8 საათში ეს გიკუდმის, 10 საათს რომ მუშაობდი, რასაც გიხდიდი, ის აი ამის გათვლით გიხდიდი, რომ შენ თქვა 10 საათს მუშაობდი დღეში, მაგრამ ახლა კანონი მავალდებულებს, რომ განაკვეთურად შენ იმუშაო 8 საათში, შენ დაგაკლდება ფული 20%. 10-დან 8-ის. არა, ესეც მოლაპარაკების საკითხია საბოლოო ჯამში. ბოლოს ხარებს შეუძლიათ მოილაპარაკონ ან არ მოილაპარაკონ მათ შორის ხელფასზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ როდესაც უფრო მეც ამუშავებ, ვიდრე ეს არის კანონით ნორმირებული და არა მარტო კანონით, ეს ხომ ბოლოს საერთაშორისო კონვენციებით არის ნორმირებული. ჩვენ 21 საუკუნეში ცხოვრობთ და არა თქვა მე-18 ან თუნდაც მე-19 საუკუნეში. და არც მე-20 საუკუნის დასაწყისში საერთოდ და ამისთან თქვა პირობებმა, როდესაც ადამიანებს ამუშავებდნენ უფრო მეტ ვიდრე შეიძლება გაუძლოს ფიზიკურად ადამიანმა, ამისთვის მოხდა რევოლუციები და ქვეყნის კატაკლიზმები, რაც თქვენც იცით, მეც ვიცი და ყველამ იცის. ამიტომ აღარ გვინდა ეს რევოლუციები და კატაკლიზმები, რასაც მიაღწია ცივილიზებულმა კაცობრიობამ, მოდი ავდგეთ და დავაკანონოთ ჩვენთანაც ის, იმიტომ რომ სოციალური რევოლუციის პირი არ ჩაუჩანდა საქართველოში. რატო არ უჩანდა ბატონო დავით? ამ ნიადაგზე, ჩვენ ვიყავით რა თქმა უნდა მოწმედი, თქვა გაფიცვების გარკვეული შრომითი გუნდების ამიდან კოლექტივის ხმარება. უკმაყოფილების, მაგრამ რევოლუციური სიტუაცია ბატონო დავით, როდესაც ხალხს ცემდნენ, ემუქრებოდნენ, აშინებდნენ, არბევდნენ და ასე შემდეგ, მაშინ არ ჩანდა ეს რევოლუციური სიტუაცია. მაგრამ ჩვენ ახლა უარს ვამბობთ ამისთანა პოლიციურ და რეპრესიულ სახელმწიფოზე. ჩვენ გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული საზოგადოება, სადაც იქნება სოციალური მშვიდობა, მათ შორის მხოლოდ შრომის პირობებზე ვლაპარაკობ და მე გაფიცვები ბატონო დავით 1 ოქტომბრის მერე, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, გაფიცვება მიიღო საკმარისად მასობრივი ხასიათი და საბოლოო ჯამში ეს გაფიცვები შეწყდა სწორედ იმიტომ, რომ მთავრობა დაპირდა ხალხს, რომ შრომის კანონმდებლობაში შევიდოდა ცივილიზებული ცვლილებებით. ამას ვაკეთებთ ზუსტად. კაცებს საინტერესო რატო დაიწყო ეს გაფიცვები? იმიტომ რომ მთავრობა შეიცვალა და ისეთ რატომ დაიწყო გაფიცვები ბატონო დავით? იმიტომ რომ ის მოთხოვნები, ის ბრაზი, ის ბოღმა თუ გნებავთ, ის ტკივილი, უბრალოდ დაგროვილი იყო ხარ, დაშინებული იყო ხალხი. ასე ვთქვათ, მაშინ შეიძლება იმდენს ვერ ბედავდა. ეს არსებობს. თქვენ შეიძლება ამას არ ეთანხმებით, ეს არის ფაქტი. არ მეუბნებთ, ვეთანხმები, არ ვეთანხმები, ამაზე არ არის სხვა ინტერპრეტაციები, ვიცი, მაგრამ ამ თვითონ ეს საინტერესო არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვაპარაკობთ მაინც შრომით კოდექსზე და მოდი დავრჩეთ ამ ფარგლებში. მოდი ახლა შევეხოთ წერილობითი არგუმენტაციის საკითხს. ერთი რამ, რაც არ გიხსენებიათ, როგორც მახსოვს, იყო იდეა, რომ და მაინტერესებს ეს საბოლოო დამოვარდა პროექტიდან და აღარ ჩაიდება, აღარავის აღარ მოუაზრა თუ დააბრუნოს თუ არა, ეხლა ვიტყვი რა. ის რომ თუ კი დამქირავებელი აცხადებს ვაკანსიას და მოდიან კონკურსზე მასთან, ეს ბუნებრივია ვიღაცებს ირჩევს, ვიღაცებს არ ირჩევს და ვისაც არ ირჩევს, იმას უნდა წარუდგინოს წერილობითი დასაბუთება, რომ შენ რატომ არ აგირჩიეთ. ეს ამოვარდნილია? აბსოლუტურად პირდაპირ გეტყვით, რომ მეხუთე მუხლის მერვე პუნქტი არის ჩვენს ასე ვთქვათ კოდექსში კვლავ
დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარი თქმის შესახებ. კი ბატონო, გასაგებია. ხო პირიქით შინაარსის წინადადება განიხილება. არა, მე წავიკითხე რაღაც სტატიები და არის ინსინუაციები, რომ ჩვენ თითქოს ვითხოვთ, რომ დამსაქმებელმა ყველა, ასე ვთქვათ, პრეტენდენტს დაუსაბუთოს უარი. ეს იქნებოდა სიგიჟე ნამდვილად, გეთანხმებით. ეხლა ვილაპარაკოთ დასაბუთებაზე, რომელიც უნდა დაწეროს დამსაქმებელმა თუ ის ათავისუფლებს დასაქმებულს სამსახურიდან. ეხლა როგორც ვიცით, 37 მოხელია თავისთავად დღევანდელი შრომის კოდექსის დამსაქმებელს შეუძლია კერძო სექტორშიც, სახელმწიფო სექტორშიც ისე გაუშვას დაქირავებული სამუშაოდან, რომ არანაირი დასაბუთება ამას არ მოაყოლოს. მოიწურა კონტრაქტისვა და ან ჩათვალა რაღაცის გამო, რომ არსებობს საფუძველი ხელისუფლების მოსაშალად და უშვებს. ახალი პროექტით ასე არ არის, მან ეს უნდა დაასაბუთოს. მაგრამ აქ მაქვს ორი კითხვა. პირველი, ეს უნდა მან დაასაბუთოს გაშვებული დაქირავებულის მოთხოვნის კვალად თუ ნებისმიერ შემთხვევაში. არა, 7 დღის განმავლობაში ვალდებულია. ეს დასაბუთება კონფიდენციალური ხდება? დამქირავებულის და დაქირავებულის საქმეა მხოლოდ? კონფიდენციალობაზე არაფერი წერია იქ, თორს. რა მაფიქრებს, იცით? თუ კი დამქირავებელი ამას დაასაბუთებს და ლაპარაკი არ არის რაღაცა ვთქვათ, არც ერთი ჭკუათამყოფელი დამქირავებელი არ დაწერს, რომ აი მე სიმპტომ გავუშვი, რომ კანის ფერი არ მომწონს, ან ვთქვათ, იმიტომ გავუშვი, რომ ხანია და გასაგებია ის რაღაცა სხვა მიზეზებს მოძებნის საამისოდ. ეს ხომ არ ექცევა, ხომ არ არის რისკი, რომ აი ამ გაშვებულ დამქირავებულს ექცეს მგლის ბილეთად. ეს ინფორმაცია შეიძლება არ დაიმალოს, ხო? ეს მე მესმის, რომ ის ამ საბუთს თან არ დაატარებს, როცა ახალ სამუშაოს ეძებს, მაგრამ მგლის ბილეთად რატო აქცევა? თუ თქვენ გაუშვებთ დაქირავებულს და კაი გემრიელ დასაბუთებას დაუწერთ. ვიცით ის რამდენად უარგესი იყო, ვთქვათ, იმ სამუშაოს შესრულებისას და ჩვენურად არის აღწერილი თქვენ დაწერილ წერილში. ის დადის და ეძებს სამსახურს. მე ბუნებრივია მაინტერესებს ეს ვენა და შევეცდები გავიკო საფუძველი, რის გამოც ის გაათავისუფლეს. და ეს საფუძველი იარსებებს თქვენი დაწერილი დასაბუთების სახით. იმ კაცს გაუჭირდება. და მე ახლა დავიწყებ ამის გავრცელებას, რომ ვთქვათ, ყველგან თავი მოუჭრა იმ კაცს. ვიცით რა, თუ ხალხი დაინტერესებული, დამქირავებელი დაინტერესებულია კვალიფიციური მუშახელი ყავდეს, რატომაც არა ის შეეცდება ინფორმაციის მოპოვებას თქვენ თუ არ დაიწყებთ მის გავრცელებას. ბუნებრივია, თუ ვიცი რომ ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან, მაინტერესებს რატო გაუშვეს, როცა ჩემთან მოდის სამუშაოს მისაღებად. და ამიტომ რა ვქნათ? ამიტომ დასაბუთება ამოვიღოთ? კონფიდენციალობასთან დაკავშირებით კიდე დავფიქრდებით, შეიძლება თქვენი ასე ვთქვათ, ასეთი მოლოდინი რომ ამას შეიძლება საფრთხე იყოს თვითონ დასაქმებულისათვის, შეიძლება სულაც არ იყოს საფუძველს მოკლებული და შეიძლება ამაზე შეიძლება კიდე დავფიქრდებით კიდევაც და შევამოწმოთ კიდევაც, რატომაც არა. ბოლოს ეს განხილვები ხო იმისთვის არის, რომ ვთქვათ, კარგი იდეები ყოველ მხრიდან თუ იქნება მოწოდებული, ეს ჩვენ გავითვალისწინოთ, შევამოწმოთ, შევისწავლოთ და მიხარია თუ ჭკუაში დაგიჯდა თქვენ მგონი, რაც გითხრათ. არა, რატომაც არა. დიდი სიამოვნებით რასაკვირველია. ყველა გონიურულ წინადად აგერ ჩავინიშნოთ თქვენს ყოველწელს. უბრალოდ მე არ ვიცი ეს რამდენად სწორია ან საფუძვლიანია ესეთი ვარაუდი. შეიძლება არის, შეიძლება არ არის. ჩვენ ამას შევამოწმოთ. კარგი. მოდი ვილაპარაკოთ თქვენში გაფიცვაზე. თქვენ ახსენეთ გაფიცვები, როგორ არეგულირებს გაფიცვების საკითხს ახალი კოდექსი? მოდი აღუწერეთ ეს. ისეთ ბევრი არაფერი ისეთი არ შეცვლილა, გარდა ერთისა. ორისა უпростоრად. ერთი ყველაზე მთავარი აქედან. მოქმედ კოდექსში იყო ესეთი ჩანაწერი, რომ თუ ასე ვთქვათ, დასაქმებული შეიტყობს დამსაქმებლისგან, რომ მან უნდა დატოვოს სამსახური რაღაც მიზეზების გამო. ხო, რაღაც შუალედში, დროის რაღაცა პერიოდის შემდეგ. მაშინ ამ მოსამსახურეს გაფიცვის უფლება ესპობა, აღარ აქვს. და რეალურად ეს იცით რა იყო? ეს იყო გაფიცვის კონსტიტუციური უფლების მოსყობა. და რატო? იმიტომ რომ ვთქვათ, მე და თქვენ რო ვიყოთ ახლა დასაქმებულები და რომ ვილაპარაკოთ, რომ მოდი დავიწყოთ გაფიცვა სიტყვაზე, ხო? და ჩვენმა უფროსმა ამის შესახებ შეიტყო, ორივეს უცებ გამოგვიძანა შეტყობინება, რომ თქვენ სიტყვაზე 1 თებერვალიდან აღარ იქნებით
სამსახურში. ამით ჩვენ გაფიცვის უფლება მოგვისპო, იმიტომ რომ აი ეს ეს ჩანაწერი ასევე. ამის მეტი რაიმე ისეთ მნიშვნელოვანი არ არის გარდა ერთისა. წმინდა პროცედურული საკითხი. ჩვენ აქ მოქმედ კოდექსში გვიწერია ეგრეთ წოდებული, ესე იგი, გამაფრთხილებელი გაფიცვის თაობაზე. არსებობს რაღაცა გამაფრთხილებელი გაფიცვის ინსტიტუტი. აქ რამდენად იურიდიული, რამდენად პრაქტიკული რჩევა მოგვცა, ასე ვთქვათ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კი მაგრამ ეს გამაფრთხილებელი გაფიცვა რა უბედურება არისო. თუ გინდათ რომ შემოთანხმებელი პროცედურა დაიწყოთ და მოელაპარაკოთ, თქვათ, რაღაც იფიცები. ხო, რაღაც იფიცები ჯერ. ამიტომ 21 დღიანი რაღაცა ბონუს პერიოდია თუ რა პერიოდის გინდათ დაარქვით, გავითვალისწინოთო, რომლის განმავლობაში მხარეები უნდა ეცადონ რომ მოელაპარაკონ და ამის მერე წადი და გაიფიცე. როგორც მე მახსოვს ტექსტიდან გაფიცვის დროს დამქირავებელს არადარი ვალდებულება არ აქვს აუნაზღაუროს ის დრო და ხელფასი უხადოს გაფიცვას, ხო ის თუ არ მუშაობს? ხო, იმიტომ რომ არ მუშაობს. მაგრამ ამავე დროს თუ ის არ მუშაობს, მე როგორც დამქირავებელს მაქვს თუ არა უფლება ის გაფიცვის მომენტში გავათავისუფლო? არა, იმიტომ რომ გაფიცვა მაგაშია სწორედ, გაფიცვის იდეა, რომ თუ გაიფიცება ის კაცი და თუ შენ ის გააგდე სამსახურიდან, ამითი მოუსპობ გაფიცვის უფლებას. ეს კონსტიტუციური უფლებაა. კარგი, მაგრამ ამ დროს რა გამოდის? თუ მე მას ვატყობინებ, რომ გათავისუფლებას ვუპირებ და ის კი პასუხად იფიცება. გაფიცვის მაქსიმალური ვადა არის 90 დღე, ხო არ ვწდები? ანუ მას შეუძლია 3 თვე იყოს გაფიცული, მაშინ როცა მომიდოდა მისი ერთ თვეში გათავისუფლება და მე როგორც დამქირავებელს ხელფეხი შეგოჭილი მქონდეს. ამ დროს ერთი კითხვა მაქვს. მით უმეტეს თუ კერძო სექტორში ვარ, სახელმწიფოზე არ არის ლაპარაკი. შემიძლია თუ არა რომ მე როგორც დამქირავებელმა ეს 3 თვე სანამ ის კაცი გაფიცულია, მოვიყვანო ვიღაცა სხვა თანამშრომელი და ვამუშაო ის და იმას მივცე ხელფასი. იმ 3 თვის მანძილზე მაინც. რასაკვირველია, ამას თქვენ ვერავინ ვერ აგეგზავნოთ, მაგრამ რაც შეეხება გაფიცვის უფლების მოსპობას ისევ და ისევ, აი ეს შეზღუდვა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს და ამიტომ ამოვიღეთ სწორედ ჩვენ ეს. არ უყურეთ, უკანონოდ შეიცვლება იმ დასაქმებულთა გაფიცვა, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ ინფორმირებული იყვნენ დავით წარმოშობამდე. ეს უბრალოდ გითხრეს, რომ უნდა ამოიღოთ ეწინააღმდეგება ამ კონვენციას. მე მაინც ცოტა სხვა რამ ვიკითხე. მე არ უსპობ მას გაფიცვის უფლებას, უბრალოდ მე როგორც დამსაქმებელი მიმაჩნია, რომ ვზარალდები მისი გაფიცვის, იმიტომ თუ კი თანამშრომელი მიმაჩნია, თქვა უარგისად რაღაცა სამსახურის შესრულებისათვის და მას უპირობ ქაშობას და ვატყობინებ ამას. ის თავისი გაფიცვით, დაუშვათ რო თქვა 2 თვიანი, 3 თვიანი გაფიცვით, აბრკოლებს ამ ნაბიჯის განხორციელებას. ანუ ის აზარალებს ის სარგებლობს თავისი კონსტიტუციური უფლებით, რომ მიაღწიოს იმის მაქსიმუმს, რაც მას სურს. მან ამითი შეიძლება რამეს ბოლოს და ბოლოს მიაღწიოს ან არ მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ეს უფლება მას უნდა დაუტოვოთ, იმიტომ რომ ეს უფლება კაცობრიობა მოიპოვა სისხლით. თუ კი იწურება მისი გაფიცვის ვადა და დავუშვათ და მაქსიმალური ვადა ისე რომ მე მას როგორც დამქირავებელი არ უკმაყოფილებ. ან კაი, მე ვარ გაფიცული, იწურება ჩემი როგორც გაფიცულის ვადა ისე რომ დამქირავებელმა არ დამეკმაყოფილა ის სურვილები და მოთხოვნები, რაც მქონდა. ამასთან გაფიცვამდე მე მივიღე გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ. ის აიღებს და გამათავისუფლებს მომტკივნეულოდ, ხო? მაინც. საბოლოო ჯამში, როცა გაფიცვა დამთავრდება, მას შეუძლია გაგათავისუფლოთ, რამდენად დასაბუთებული იქნება ეს გათავისუფლება, ამას ვნახავთ მერე, როგორ დაასაბუთებს და შესაბამისად მე შემიძლია გავაგრძელო დავა სასამართლოში. კარგი. მოდი პროფკავშირებს შევეხოთ. პროფკავშირები ძალიან აქტიურდებიან ამ კოდექსში და წარმოადგენენ ყოველთვის ერთ-ერთ მხარეს კოლექტიური ხელშეკრულების გადაბისას. და მხოლოდ ისინი სხვადასხვა სხვა ტიპის დასაქმებულთა ასოციაციები არა. რატომ? იმიტომ რომ ესეც არის საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნები. იმიტომ რომ ესე იგი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს კონკრეტული ნომრები 16 კონვენციას არის მიერთებული როგორც ვიცი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და აქამდე მათ ეს მოთხოვნა არ დაუყენებია. ვის არ დაუყენებია მოთხოვნა?
საქართველოს ეუბნებოდა რომ ისინი ამ კონვენციათა მოთხოვნებს არ ასრულებდა? და რა საკვირველია ეუბნებოდნენ ყოველ დღე? შრომის კოდექსის შეცვალეო ესეთი მოთხოვნა, ოფიციალური მოთხოვნა მაგალითად თქვათ იქნავ ევროკავშირიდან არ ყოფილა არასოდეს. რაიმე რაზდანაც ბატონო დავით. არა, შეცვალეო რას ნიშნავს ახლა? ევროკავშირი ცვლილებები შეიტანა. არა, ერთი წამით. ცვლილებები შეიტანა, ეს შეცვალეს ნიშნავს, ხო მართალია? შეიძლება ჩემს სახელში ისეთ ცვლილებები შეიტანოთ, რომ აბსოლუტურად სხვა ადამიანს დამამსგავსოთ, ხო მართალია? ეხლა მე ისეთი მაგალითი მოვიტანე ძალიან არც თუ ხეირიანი, მაგრამ სამართალში შეიძლება შეცვალო ერთი ნორმა რაღაცა და პრინციპულად შეცვალა კანონის სული. ხო მართალია? ეგეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ბოლოს ერთი ჩანაწერის გულისთვის ხდებოდა ისევ და ისევ ამ რაღაც ჩავაცივდი ამ რევოლუციას. სულაც არ მინდა სინამდვილეში არავითარი რევოლუციები და სწორედ იმიტომ მინდა რომ სახელმწიფომ რეფორმირება მოახდინოს შრომის კანონმდებლობის, რომ ჩვენ არ მივიღოთ ეს რევოლუციები. ეხლა სად ვიყავი, რაზე ვლაპარაკობთ, დამავიწყდა. პროფკავშირებზე ვლაპარაკობდით და იმაზე რომ მათ აქვთ რაღაც ექსკლუზივი წარმოადგენდნენ მხარეს კოლექტიური შრომის. არა, ევროკავშირზე ვლაპარაკობდით, ანუ მოთხოვნებს აყენებდა თუ არა ევროკავშირი. ევროკავშირი დამოუკიდებლად შენ თუ არ გინდა რომ იყო ევროკავშირის წევრი, არ გინდა რომ მასთან დადო ასოცირებული ხელშეკრულება, არ გინდა რომ მასთან დადო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ასე შემდეგ, არაფერსაც არ გეტყვის ამის თაობაზე. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ლაპარაკი ევროკავშირთან დაიწყო შრომის კოდექსის და შრომის კანონმდებლობის ყოველგვარი ცვლილების გარეშე. ასე არ არის? ხო, მაგრამ მოთხოვნა ამ იმისი, რა ქვია, ევროკავშირის მუდამ ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მანამდე ასოცირებული ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში ჩვენ სტრატეგიულ მიზანზე როცა ვლაპარაკობთ, რომ გვინდა საბოლოო ჯამში გავერთიანოთ ევროკავშირში, ჯერ ამაზე ლაპარაკი ცხადია ვერ იქნება, უბრალოდ მიახლოებაზეა ლაპარაკი. მოთხოვნა რამდენიმეა ყველაზე მთავარი და ამ ყველაზე მთავარ მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი არის ის შეცვალე შენი შრომის კანონმდებლობა. მოდი ახლა წარმოვიდგინოთ კიდევ ერთი ჰიპოთეტური სიტუაცია. თქვათ თქვენ, მე და კიდევ სამი ადამიანი სიტყვაზე ვართ რაღაცა გუნდი, ბრიგადა, რომელსაც შეგვიძლია გარკვეული სამუშაოს, როგორც სამუშაოც კი წარმოიდგინეთ, ეფექტიანად შესრულება. ვეძებთ დამქირავებულს, პოულობთ მას და იძულებული ხდებით, რომ ხელშეკრულება მასთან, როგორც გუნდმა, გავაფორმოთ, გინდა თუ არა პროფკავშირის გავლით. ანუ გინდა თუ არა ჩვენ სამი კაცი ვერ იქნებით, პროფკავშირის ვერ შევქმნით. 5 იყოს, 10 იყოს. 50 უნდა. ხო, მაგრამ ჩვენთან ის თუ ეს 5 კაცი სასოცხლოდ ჭირდება მას. ხო, შეიძლება წარმოიდგინოთ სიტუაცია. ის ვერ დებს ჩვენთან კონტრაქტს, აუცილებლად ინდივიდუალურ კონტრაქტებს დებს და არა კოლექტიურს. იმიტომ რომ ეგეთ შემთხვევაში თუ მას ჩვენთან ურჩევნიათ დამქირავებელს, კოლექტიური ხელშეკრულების დადება მას არანებებს ამის გაკეთებას ეს ცვლილებები, თუ კი ისინი კანონი გახდება, ხო? იმიტომ რომ ავალდებულებს დადოს ხელშეკრულება კოლექტიური შრომის ხელშეკრულება პროფკავშირთან და გვინდა ჩვენ ახლა პროფკავშირის შენახვა? ხო ვიშრობებთ ისე მშვენივრად გავაკეთებთ ჩვენ საქმეს. რატო უნდა უხადო პროფკავშირის ფული, რატო უნდა გაწევრიანდე იქ? რატო ავალდებულებს პროფკავშირში გაწევრიანებას, თუ კი შრომა ისედაც შემიძლია და დამსაქმებელსაც მართლაც დაუწყო. არავინ არ გავალდებულებს რომ შექმნა ან შეუერთდა პროფკავშირს. ამიტომ დავალდებულება არ არსებობს, იმიტომ რომ მაშინ ეს იქნებოდა ადამიანის თავისუფალ ნებაზე ძალადობა. უბრალოდ პროფკავშირები, როგორც ინსტიტუტი, როგორც იბიბი ვალდებულება ხომ წარმოიშობა. ბატონო? იბიბი ვალდებულება წარმოიშობა, რომ პროფკავშირები არსებობს იმისთვის, რომ ის რაც ერთ კაცს არ შეუძლია, რამდენიმე კაცმა და რამდენიმე ათეულმა კაცმა, ასეულმა კაცმა დაიცვას ერთობლივად უკეთ. ამისთვის არსებობს. თუ გინდა რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენე, თუ არ გინდა რომ გამოიყენო, ნუ გამოიყენებ. მოდი შევხედოთ ქალების დასაქმების საკითხს. მე მესმის ჩვენ ძალიან ისე ახტომისებურად მიუყვებით საკითხს, მაგრამ დრო გვაქვს ცოტა შეზღუდული. კოდექსში თუ ვცდები ციტირებისას ეგებს შემისწოროთ, ცვლილებების პროექტში წავიკითხე, რომ ქალს შეუძლია ისარგებლოს შვებულებით 477 დღის მანძილზე, თუ კი ეს უკავშირდება ფიზიკურ არის მოხმარებულ კოდექსში, არ შეგვიძლია ჩვენ. იქ როგორც ცვლილება ისე იყო მოტანილი, ლურჯად იყო გახაზული. სიახლე როგორც სიახლე ისე იყო. 477 დღე აქვს, ოღონდ ანაზღაურებადი
არის 126 საათი თუ ძიმე შობიარობასთან საათი თუ დღე? დღე მაპატეთ. დღე. ხო. ან თქვა ტყუპი გაჩნდა, მაშინ ტყუპები გაჩნდნენ, მაშინ 153 საათი თუ არის. ეხლა ქალებთან დაკავშირებით და მათ შრომასთან დაკავშირებით ქალბატონი თეას სურვილი იყო და ინიციატივა, რომ აი ამ ეტაპზევე ჩვენ ამ საქმეებისთვისაც მიგვეხედა და ჩვენი სრულიც იყო, რომ ასე ყოფილიყო ამ პაკეტში, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ და ვერ მოვასწარეთ. ასე ანუ როგორ? არა, ქალებთან და ქალის შრომასთან დაკავშირებით რა მხრივ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეს კოდექსი, აი ამ კონტექსტშიც, ამ ასპექტშიც. ქალბატონი თეას სურვილი იყო, რომ ეხავე მომხდარიყო. სამწუხაროდ ვერ მოვასწარეთ და ამას გადავდებთ შემდეგ ეტაპისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ეტაპობრივად. ეს არის ჩვენი პრინციპი. და კრედო, რატო? იმიტომ რომ ყველაფერს ერთბაშად ვერ მოუვli. ქალებს მივყვეთ ხო, მაინც მე ჩვენ გასაგები პრინციპი. ამ ეტაპზე არა ვარ მზად. უბრალოდ ამას ჩვენ გავაკეთებთ, როგორ გავაუმჯობესოთ ქალის შრომის პირობები და კანონმდებლობა ქალის შრომის პირობები. ფეხმძიმე ქალებზე ვილაპარაკოთ. ფეხმძიმე ქალის სამსახურიდან დახოდა, არ ეკარებით ამას ჯერჯერობით? ჯერჯერობით ვერ ვასწრებ. ჩვენ გვინდა რომ შევკრიბოთ ინფორმაცია პირველ რიგში, პირველ წყაროსგან, ანუ ქალთა გაერთიანებების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების, მათ შორის უცხოელი ექსპერტების, სხვა ქვეყნების გამოცდილების მხრივ გვინდა ჯერ შევაგროვოთ ინფორმაცია, ჩვენ ასე ვმუშაობთ ყველაფერზე. და შემდეგ უკვე ამ ინფორმაციის საფუძველზე მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები. ჯერჯერობით სამწუხაროდ ამისთვის მზად არა ვარ. კარგი, როგორც მესმის, ქალთა საკითხი დროებით მოხსნილია. სიახლეები ძალიან დროებით მოხსნილია. კარგი გასაგებია. მინდა დაუბრუნდე იმ ერთთვიან ვადას, როცა ადამიანს დამქირავებელი ეუბნება, რომ განათავისუფლებ ერთ თვეში. და ის ერთი თვე ის კაცი, ვისაც ეს გაფრთხილება მიაწოდეს, მუშაობს ამ ორგანიზაციაში, აგრძელებს მუშაობას. მე ვუშვებ კიდევ ერთ რამეს. რომ ის კაცი ჩაიდენს რაღაც აი ვიმავნებლებ, იმიტომ რომ გავბრაზდები და რაღაცებს დავაშავებ. ხატო უნდა შემინახოს ახლა ეგეთი ბოროტი. და ამიტომ მე მაქვს არჩევანი, თქვენ ბოროტი ადამიანი რო არ შეგინახო, ან თუ გინდა გავცალოთ როლები. თქვენ რომ მე ვიქნები ბოროტი და თქვენ გადაწყვეტეთ ჩემი ბედი როგორ. მე მაქვს ალტერნატივა. ერთი არის რომ ერთი თვით ადრე გაგაფრთხილოთ, მაგრამ თუ ვიცი რომ შეიძლება რაღაცა ვიმავნებლოთ, ასეთ შემთხვევაში შემიძლია ავიჩიო მეორე ალტერნატივა. არ გაგაფრთხილოთ და ოღონდ გადაგიხდით ასეთ შემთხვევაში ერთი თვის კომპენსაცია. და მივშვებთ ეგრევე. და გიშვებთ. ხო, ეს ნორმად ესეთი ორი ვარიანტი. ან ეს ან არის. ან მივშვებ კომპენსაციას, ან მაძლევ კომპენსაციას და ეგრევე მივშვებ, ან ერთი თვე მუშაობ და მივდივარ კომპენსაციის გარეშე. კომპენსაციის გარეშე, დიახ. გასაგებია. გახდათ 11:09 მოიწურა ჩვენი განაცემის პირველი ნაწილისთვის განკუთვნილი დრო, თუმცა თუ მიგაჩნიათ რომ რაღაც ასპექტები, რადგან შეიძლება აქცენტი დასმულიყო, გამოგრჩა ისეთი ბევრი რამე გამოგრჩა პრინციპში. იგივე კოლექტიურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, დავების მოგვარების წესთან დაკავშირებით, სამხრივი კომისიის ინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით ვერაფერი ვერ თქვით, მაგრამ პრინციპში ყველაზე მთავარი, ყველაზე რაც აწუხებს ადამიანს, ამის თაობაზე ვილაპარაკეთ. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის უფრო ასე ვთქვათ, უფრო რთულიც არის. უფრო რთულიც არის და ვთქვათ, ფართო პუბლიკისთვის შეიძლება ბევრად მეტი დრო დაჭირვებოდა იმის ახსნას. აქედან გამომდინარე ხო აღარ მოვასწრებ. დიდი მადლობა, ბატონო სანდრო. ჩვენი სტუმარი იყო ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ჩვენ ვლაპარაკობდით ერთი რაღაც უნდა ვკითხოთ ბოდიშმაყურებელთან. ეს კი არ არის თქვენი სამინისტროს პროექტი, მაგრამ მახსოვს რომ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში დაიბადა იდეა, რომ ესე იგი რომლის მიხედვითაც სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულება ისჯებოდა ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე. ეს იდეა დაიბადა შრომის კოდექსში შესატანად და თუ იცით ცოცხალია ეს შეიძლება რეალისტეს თქვენი გავლით ჩვენ უარყოფითი დასკვნამება ცით ამას პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ მე უბრალოდ არ ვიზიარებ ამას. რა ეტაპზეა, სად არის
არის მიღებული თუ არის რამდენი მოსმენი დავიცი უბრალოდ. კაი, გასაგებია. იმიტომ რომ მანდაც გამოჩნდება მავნებელი, რომელიც იტყვის, რომ მე მაიძულეს იმის დაწერა. და ზუსტად ეს იყო სხვათა შორის ზუსტად ეს იყო ჩვენი კონტრარგუმენტი, რატომაც არ მოგწონდა, აი ერთ-ერთზე. კი ბატონო. ახლა ნამდვილად დამშვიდობებით, ჩვენ სტუმარი იყო სანდრო ბარამიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ჩვენ ვლაპარაკობდით შრომით კოდექსში შესატან ცვლილებებზე. გადაცემის მეორე ნაწილში ვესაუბრებით გედევან ფოფხაძეს, დავით დარჩიაშვილს, პარლამენტის წევრებს.